ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ ისეც, რომელიც არის ზნეობრივი და ქრისტიანული და პარალელურად თუ კი სისტემა დაფუძნებულია არაზნეობრივ და არაქრისტიანულ კანონებზე და სამართალზე, ეს საშიში ხდება სისტემისთვის და სწორედ ამას უწოდებენ ალა პოლიტიკა, შენ ალალი საქმე, შენი საქმე პოლიტიკაო. სინამდვილეში ჩვენი პოლიტიკას კი არ ვაღა ძალაუფლებას კი არ ვეხებით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. სინამდვილეში ჩვენი ვალდებულება არის ვილაპარაკოთ ზნეობაზე, ვილაპარაკოთ აქვია ქრისტიანობაზე. და იმ ძალას, იმ სისტემას, რომელიც არ ეყრდნობა ზნეობასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას, მისთვის ეს არის ძალაუფლების საყდენის გამოცდა. აი მაგალითად, პარალელი გავავლოთ, ჩვენმა უწმიდესმა ბრძანა, რომ აბორტი ცოდვა არის, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. გამოვიდა ოცნების წარმოადგენელი პარლამენტარი და ნახეთ მიაქციეთ რა ტექსტი თქვა. ზნეობის ქადაგებაო ეკლესიის საქმე არისო, პირდაპირ ვერ დაგმო პატრიარქის სიტყვა და ვერ დაიწყო აბორტის გამართლება. როგორც ჩვევიათ მაგათ დემაგოგიური ფრაზების თქმა. ზნეობის საქმე თქვენი საქმე ეკლესიისო და ჩვენ კანონებსო ზნეობის მიხედვითო ვერ მივიღებთო. არსებობს ორი ქმედება, ან ზნეობრივი ქმედება, ან არის ზნეობრივი, ან არის უზნეო. ანუ თუ კი ზნეობრივი კანონები არა გაქვს, ესე იგი რომელი კანონები გქონია? უზნეობაზე დაფუძნებული კანონები. და შესაბამისად ოცნების მოლაპარაკე თავმა ამ შემთხვევაში ქადაგიშვილმა სწორედ ეს თქვა, ჩვენ გვაქვს უზნეობაზე დაფუძნებული კანონები, თქვენ რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ ეკლესიამ, ჩვენ მაგას ვერ გავითვალისწინებთ, რადგან ჩვენ და ზნეობა ერთმანეთისაგან შორსა ვართო. აი ეს თქვა. და ჩვენ აი ამ დროს გვეუბნება ვიღაცა ალა პოლიტიკა, ალა პოლიტიკა, რა შუაშია პოლიტიკა, კაცო, რა შუაშია? წყარსაუღია მაგათი პოლიტიკა.